To ensure peace, we must prepare for war. მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ომისთვის უნდა მოვემზადოთ. ამიერიდან ახლად აღდგენილი ომის დეპარტამენტის ერთადერთი მისიაა ბრძოლა, მზადყოფნა ომისთვის და გამარჯვებისთვის. ამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა იყოს დაუღალავი და უკომპრომისო, არა იმიტომ რომ ჩვენ გვსურს ომი, აქ არავის სურს ომი, არამედ იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს მშვიდობა. ჩვენ გვიყვარს მშვიდობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ისინი იმსახურებენ მშვიდობას და სამართლიანად მოელიან ჩვენგან ამის უზრუნველყოფას. And they rightfully expect us to deliver it. ჩვენი უპირველესი საქმე ცხადია ძალის შენარჩუნებაა, რათა საერთოდ თავიდან ავიცილოთ ომი. პრეზიდენტი ამაზე მუდმივად საუბრობს. ამას მშვიდობას ძალის მეშვეობით ეწოდება. და როგორც ისტორია გვასწავლის, ერთადერთი ხალხი, რომელიც რეალურად იმსახურებს მშვიდობას, არის ის, ვინც მზადაა ომისთვის მშვიდობის დასაცავად. სწორედ ამიტომ არის პაციფიზმი ასეთი გულუბრყვილო და სახიფათო. ის უგულვებელყოფს ადამიანურ ისტორიას. ან დაიცავთ თქვენს ხალხს და თქვენს სუვერენიტეტს, ან ვინმეს ან რაღაცის დაქვემდებარებაში აღმოჩნდებით. You will be subservient